ფიოდორ დოსტოევსკი. დანაშაული და სასჯელი. წიგნი ერთ წუთში. აქვს თუ არა ადამიანს უფლება მოკლას, თუ მისი მიზანი კეთილშობილურია. გაიცანით როდიონ რასკოლნიკოვი. ღარიბი სტუდენტი, რომელსაც ჯერა რომ არსებობენ რჩეული ადამიანები, ვისთვისაც კანონი არ კანონებს. ამ იდეით შეფხრობილი ის ნაჯახით კლავს მოხუც მევახშეს. მას გონია რომ ამით სამყაროს დაეხმარება, მაგრამ სინამდვილეში მან მოკლა არა მევახშე, არამედ საკუთარი თავი. მკვლელობის შემდეგ იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი. არა ციხეში, არამედ მის გონებაში. პარანოია, სიცხე, შიში. მას ეჩვენება რომ ყველაფერს ხვდება. გამომძიებელი პორფირი პეტროვიჩი კი მას კატა თაგობანას ეთამაშება და ფსიქოლოგიურად ანადგურებს. ერთადერთი სინათლე ამ სიბნელეში სონია მარმელადოვაა. გოგონა, რომელიც რასკოლნიკოვს ასწავლის, რომ მონანიების გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. ფიოდორ დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი წიგნი იმაზე, რომ სინდისი არის სასამართლო, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა.